მოგესალმებით, ვაგრძელებთ სხვადასხვა ეკიპირების და აღჭურვილობის სისტემების ვიდეო განხილვებს ტაქტიკალის სივრცეში. დღეს წარმოგიდგენთ ბრიტანული არმიის სამხრეთ საქამრე სისტემას საექსპედიციო კონფიგურაციაში. ეს არის ოსპრის უნივერსალური ჯავშანდაცვისა და განტვირთვის ერთიანი მრავალფუნქციური სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ბრიტანულ არმიაში წლების განმავლობაში გამოიყენება და კიდევ გამოიყენება სხვადასხვა ქვედანაყოფებში, მოყოლებული 2006-2007 წლებიდან, როცა მასიური დანერგვა იწყება უკვე ამ ოსპრის სისტემების, ჯავშანჟილეტების და განტვირთვის სხვადასხვა სისტემების. ეს არის კლასიკური, ასე ვთქვათ, ბრიტანული სამხრეთ საქამრე სისტემა, რომელიც იდეალური, ასე ვთქვათ, განტვირთვის საშუალება არის ქვეითი მებრძოლებისათვის, მთიან და ტყიან რელიეფზე ბრძოლისთვის და ასევე დასახლებულ პუნქტებში საბრძოლო მოქმედების წარმოებისთვისაც, ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი გამართლებული და აპრობირებული განტვირთვის სისტემად ითვლება. შეიძლება მისი გამოყენება საერთოდ ჯავშანჟილეტის გარეშე, ანუ მთელი ამ, ასე ვთქვათ, სისტემის პლუსი, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი საექსპედიციო სამხრეთ საქამრე სისტემის პლუსი ის არის, რომ ჯავშანჟილეტის გარეშეც, სიტყვაზე ჯავშანჟილეტზე აწყობილი სისტემის გარეშეც მებრძოლს შეუძლია ბრიტანული არმიის, ასე ვთქვათ, დოქტრინის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს თვითონ აი ქვეითი მებრძოლების აღჭურვილობისა და შეიარაღების კომპლექტაციას, აი ამ სისტემით 48 საათის განმავლობაში უნდა შეეძლოს ქვეით მებრძოლს საბრძოლო მოქმედების ავტონომიურ რეჟიმში წარმოება. კონკრეტული სისტემა ძალიან წააგავს კონსტრუქციულად თანამედროვე სამხრეთ საქამრე სისტემას, რომელიც აი თანამედროვე ორბელთებით, თანამედროვე საბრძოლო ქამრებით შეიძლება იქნას დაკომპლექტებული. თუმცა ეს კონკრეტული ჩანაფიქრშივე არის, ასე ვთქვათ, საექსპედიციო კონფიგურაციით დამზადებული. მას არ აქვს შიდა ქამარი, თვითონ რბილი ნაწილი წარმოადგენს დიდი, ასე ვთქვათ, მოგრძო ფორმის მართკუთხედს, სადღაც 15 მმ არის სისქეში, აქვს შიგნით დაახლოებით პარალონის მსგავსი მასალის რბილი ფენა, ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, ექსპლუატაციის დროს წელის მიდამოში, ასე ვთქვათ, იჯდეს კომფორტულად და შიდა ქამარსაც შეეხება, თვითონ შემკვრელი რაც არის პირდაპირ განაპირა ნაწილებში დაკერებული ძალიან მჭიდროდ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ხანგრძლივი ექსპლუატაციის დროს თვითონ ქამრის ძირითადი კორპუსი და ეს შიდა ქამარს, რასაც ვეძახით, ხო, აფიქსირებელი ქამარი ერთმანეთთან მიმართებაში არ მოძრაობდნენ და რაც ხდება ხოლმე ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ორბელთების საბრძოლო ქამრების შემთხვევაში, როცა ცალკე არის რბილი ნაწილი მოლე სისტემით და ცალკე არის შიდა ქამარი. ესეთი კონსტრუქცია ზოგადად იდეალური არის, როცა ასეთი სამხრეთ საქამრე სისტემებით ხდება აერომობილური, ანუ პარაშუტებით დესანტირებადი ქვედანაყოფების, აი სადესანტო მოირიშეები, საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფების აღჭურვა და კომპლექტება. წინა ნაწილში ქამარი არის, ასე ვთქვათ, დაკომპლექტებული, აღჭურვილი 4 ხაზიანი სრული მოლე სისტემით, რომელზეც ჩვენი სურვილის მიხედვით კონკრეტული გვარებისა და ჯარების გვარებისა და სახეობის საჭიროებებიდან გამომდინარე შეიძლება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მჭიდრ ჩანთების და მრავალფუნქციური ჩანთების სხვადასხვა კომპლექტაცია იქნას აწყობილი. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, განაპირა ნაწილებში არის ერთგანყოფილებიანი უნივერსალური სამჭიდროები დამაგრებული, რომელშიც სხვადასხვა ტიპის მჭიდრების მოთავსებაში, მათ შორის ჩვეულებრივი M4-ის, როგორც ალუმინის, ასევე პლასმასის მჭიდრების. ქამრის ზედა ნაწილში არის ესეთი გამძლე საიარაღო პლასტიკატისგან დამზადებული, ეს კომპანია Nexus-ის წარმოების არის DS ფორმის რგოლები, რომელშიც ამოტარებული არის ამ 6 წერტილში ვებინგის, ასე ვთქვათ, ლენტებით, 25 მმ-იანი, 20 და 25 მმ-იანი ლენტებით, აი ესეთი ბრიტანული იოკი, ანუ აი ქართულად აჭიმები შეგვიძლია დაუძაღოთ, ეს მრავალფუნქციური იოკი არის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დაკომპლექტებული ქამარი, რომელიც საკმაოდ სერიოზულად შეიძლება დამძიმდეს, ეს წონა მხოლოდ წელზე არ მოდიოდეს და მოხდეს მისი გადანაწილება, თვითონ სახელი გვეუბნება, რომ სამხრეთ საქამრე სისტემა ამ წონის გადანაწილება მოდიოდეს მხრებზეც. ესეთი აირაციისთვის ცხელ კლიმატში გამოყენების დროს, ისე ვთქვათ, ცხელ ამინდში ექსპლუატაციის დროს ზედმეტი, ასე ვთქვათ, ზედმეტი გაუფრიანებისგან თავის დასაცავად უკანა მხარეს აქვს ესეთი მაღალი სიმტკიცის ბადე მასალა, მაღალი სიმტკიცის
მეში, რომელიც საკმაოდ მაღალ დატვირთვებზე არის გათვლილი და ძალიან სერიოზულად აძლიერებს ამ კონკრეტული იოკის კონსტრუქციას, განსხვავებით ჩვეულებრივი მინიმალისტური იოკებისგან, რომელიც მხოლოდ ლენტებით მზადდება. აქვს ასევე აი ამ კონკრეტულ ადგილზე დაახლოებით ბეჭებზე უწევს ეს ადგილი ლენტები დაკერებული, რომელიც სხვადასხვა ამაზე გათვლილი სხვადასხვა ჩანთის ჩამოკიდებაც არის შესაძლებელი. რომ დავუბრუნდეთ ახლა ისევ კამარს, სამჭიდეების გვერდით უკვე სხვადასხვა ტიპის მრავალფუნქციური ჩანთები არის დამაგრებული, კონკრეტული მებრძოლის საჭიროებიდან გამომდინარე, აქ შეიძლება დამაგდეს მხოლოდ ასე ვთქვათ მრავალფუნქციური ჩანთები, შეიძლება მრავალფუნქციური ჩანთებთან ერთად დაალაგდეს სხვადასხვა ტიპის შეიარაღების სისტემის საბრძოლო მასალის მოსათავსებელი ჩანთები. ამ ჩანთების კომპლექტაცია ძალიან ისეთი მრავალფეროვანი აქვს ოსპრის სისტემას. ეს ჩანთები შეიძლება იყოს სატყვიამფრთხილო ლენტების ჩანთები, ლულის ქვეშა 40 მმ-იანი ყუმბარ-ყორცნის გასრულების ჩანთები და ასე შემდეგ. შუა ნაწილში სტანდარტულად დიდი ზომის, საკმაოდ დიდი ზომის აიფაკი, ანუ ინდივიდუალური აფთიაქი არის დამაგრებული. ეს არის ოსპრის სისტემის ბრიტანული აფთიაქი, რომელიც საკმაოდ ისეთი ხარისხიანი არის და ძალიან სერიოზული რაოდენობის, ასე ვთქვათ, შიგთავსის მოთავსება შეიძლება მასში. ეს ეხება მისი გაშლა და შემდგომში თვითონ პანელი, რომელშიც სამედიცინო აღჭურვილობა არის, ფრიცით ეხსნება კონკრეტული პანელიდან. და აქ უკვე არის ჩალაგებული სხვადასხვა სამედიცინო საშუალებები. მათ შორის ტურნიკეტის, ისლის შემაჩერებლები, პნევმოთორაქსის კონტროლის საშუალებები და ბევრი სხვადასხვა ერთიადი ხელთათმანები და ასე შემდეგ. ზოგადად ესეთი აფთიაქები უმნიშვნელოვანესია, რომ უნდა იყოს აუცილებლად კამარზე და დანარჩენი ჩანთუკები, ჩანთები და დანარჩენი საშუალებები კონკრეტული გვარეობის საჭიროების მიხედვით ხდება მათი კომპლექტაცია. მასალები რითაც დამზადებული აქვს თვითონ კამარი, მისი შემადგენელი ელემენტები ყველაფერი არის სამხედრო შესრულების, მილგრეიდი, ბაქილები, პლასმასის ნაწილები Nexus-ის კომპანია Nexus-ის წარმოების არის, თვითონ ვებინგის და ველკრო აი ფრიცს რო ეძახით, ესეც რა თქმა უნდა სამხედრო შესრულების და მაღალი ასე ვთქვათ გამძლეობის არის, ხანგრძლივი საბრძოლო ექსპლუატაციაზე არის გათვლილი და აქვს ასევე ინფრარედ რემისიაც, რომ იმუშაოს ასევე ღამით ამის ოპერაციებში, ღამის ხედვის ხელსაწყოების იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე იყენებს ღამის ხედვის ხელსაწყოებს. ძალიან ესეთი იდეალური საშუალება არის, ესეთი შეჯამებასავით რო გავაკეთო, იდეალური საშუალებაა ტყიან და მთიან რელიეფზე სუბუქი და ჩვეულებრივი ქვეითი ქვედანაყოფების აღჭურვისთვის, როდესაც მომარაგება შედარებით გართულებული არის, რელიეფის გათვალისწინებით და ბევრი სხვადასხვა ასე ვთქვათ გვერდითი ფაქტორების გათვალისწინებით და როდესაც საჭიროა ქვეით მოქმედებმა ხანგრძლივად შეინარჩუნონ მაღალი ავტონომიურობა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი და კიდევ გავაგრძელებთ მსგავსი ვიდეო მიმოხილვების გადაღებას და დაგებას.